ადამიანი ცვლის. დროების ადამიანი. ძალიან ჭკვიანი, ნიჭიერი და რასაც მიზან დასახული იყო. აი რაც უნდა და იმას ყოველთვის აკეთებდა, აღწევდა. ძალიან უყვარდა კლასიკა. ქონდა დისკები ქონდა სახში და ესეთი დიდი ნაუშნიკები ქონდა და გაიკეთებდა იმას და უსმენდა ამ კლასიკას. კითხვა უყვარდა ძალიან, ბევრს კითხულობდა. იყო ძალიან ძილობიანი და სკოლიდან რომ გამოვედით, ერთხელ მახსოვს კაფე იყო და ჩავედით და რომე კლასში იყო, დაწყებითებში სწავლობდა. მივიდა გამომიწია სკამი და მომეხმარა დაჯდომაში. მთელი კაფე ხარხარებდა, აი ამის პატარა ბავშვი რომ ესე მომემსახურა რა, აი ძალიან კაი ტიპი იყო. პირველ კლასიდან გიორგი და მე ვართ მეგობრები. რამდენიმე მეგობარი ვიყავით ძალიან ახლოს და გიორგი იყო ერთ-ერთი იყო ძალიან გამორჩეული, ძალიან სამართლიანობის მოყვარული, ემოციური საკმაოდ და იყო ერთ-ერთი, ალბათ აი მე შემიძლია დღევანდელი გადასახედიდან თქვა, ეს აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ, ერთ-ერთი ყველაზე საღად მოაზროვნე. ანუ მისი ესეთი კრიტიკული აზროვნების უნარი მას ჰქონდა, ბავშვ პატარაობიდანვე ჰქონდა. ეს ჩანდა მე მის პროფესიაშიც. მის მოქალაქეობრივ პოზიციებშიც და პრინციპში ყველგან. ძალიან განათლებული იყო, სულ ბავშვობიდან სულ მეგონი ერთ-ერთი ჩვენში ყველაზე მეტად ნაკითხი და ყველაზე მეტს კითხულობდა და ჩვენი გასართობი იყო, ჩემთან სახლში ჰქონდა მოწყობილი რაღაც ლაბორატორია, ქიმიური რაღაც რაღაცებს ვაკეთებდი, ექსპერიმენტებს ვატარებდი და ეს იყო ჩვენი ბავშვობის, ჩვენი გასართობი იყო ეს რაღაცის შეცნება. გიორგი იყო ამაში რაღაცა ლოკომოტივი. ისი უნარებით, საოცარი შეელობის და რაღაცა გაგების და გადმოცემის უნარი ჰქონდა ბავშვობიდანვე. მამა რეზო იყო ძალიან კარგი სპეციალისტი, ისიც ქირურგი იყო ძალიან ძლიერი და აი ნებისმიერ დროს რომ გეთხოვა, აი საშველად გამოიქცეოდა და გიოც ესეთი ტიპი იყო, უნდა და უყვარდა ვიღაცას რომ ეხმარებოდა. ეთყობა ეს ალბათ ოჯახიდანაც რო უყურა, ამას რაღაც მოუნდა ძალიან თვითონაც. ეხა ქირურგიულზე სწავლობდა, რომ ქირურგის უნდოდა გამხდარიყო, რაღაც ძალიან დიდი გეგმები ჰქონდა. ქირურგის ბიცოლა მეუბნება, რომ იქ ეთყობა ახალგაზრდა ბიჭს სამედიცინოზე უნდა მოწყობა და წიგნები მომატანინაო, რომ ამზადებს იქ ბავშვს, წარმოიდგინეთ რა, სამედიცინო წიგნები მიატანინა და ამზადებს იქ, ვერ ჩერდება ისე. და ვიცი, აი ძალიან კოვიდი რომ იყო, ხო? მარნეულში დღე და ღამე სამონტყოფოში იყო და აი საერთოდ ვერ ვხედავდით. ძალიან ერთგული და ძალიან ადამიანური ემპათიის გრძნობა ჰქონდა და აქვს უზომოდ დიდი. მე შემიძლია თამამად თქვა, რომ ჩვენს სამეგობროში თუ ნაცნობებში გარშემო ვინმე გვყავს ოჯახის წევრები, უბრალოდ თაობის ბებიები, ვინც სკოლია და ვისაც დაშირვებია ექიმი, გიორგი იყო ჩვენი თავარი ექიმი. გიორგი იყო ადამიანი, რომ რამდენიმე მახსენდება ესეთ ჩემი მეგობრის ოჯახის წევრი, რომელსაც ჩემი მეუღლის ბებიას შემიძლია თამამად თქვა, რომელსაც სიცოცხლე გაუხანგძლივა. რაღაცა რამდენიმე თვით, ანუ როდესაც ექიმები რაღაცას მარტივ პასუხს გაძლევენ ხოლმე და რაღაცა არ მინდა ხო თქვა თავიდან გიშორებენ, მაგრამ ნუ როდესაც მეტნაკლებად ამას გრძნობ, რაღაცა ისეთ გაურკვევლობაში ხარ, გიორგი იყო ბოლომდე რაღაც უჯრედის მუშაობის დონემდე ჩადიოდა, ხომ აი ესე გავაკეთოთ, ამით შეიძლება უფრო დიდხანს იყოს, ამით სიცოცხლის ხანგრძლივობა ხარიცხი გაუმჯობესდება და ასე შემდეგ. ძალიან ერთგული და ძალიან მაგარი მეგობარი, ძალიან მაგარი ადამიანი და ძალიან მაგარი მოქალაქეა და ცუდ ამბავში გაიცნო ხა სამწუხაროდ ხალხმა. იმ დროს როცა შეიძლება სულ სხვანაირად ყოფილიყო. გიორგი არის ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი და შემიძლია თქვა ნამდვილად იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ჩვენ ერთად ვიმუშავეთ, რომ არის უაღრესად მაღალი პროფესიონალი. ამავე დროს არის ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი, ანუ ჩვენ არაერთხელ გქონდა საშუალება რომ ენახა რეალურად როგორ მუშაობდა, როგორ უდგებოდა პაციენტებს გიორგი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე
მძიმე პაციენტებს ანდობ მას თვალდახურჭული აბსოლუტურად, იმიტომ რომ იცი, რომ როგორც პროფესიული კუთხით არ მოაკლდება პაციენტს, თქვათ, ის რაც მას ჭირდება რეალურად, ასევე ყურადღების თვალსაზრისით არ მოაკლდება. ეს ორივე ძალიან მნიშვნელოვანია. ის კლინიკის გარეთაც, თქვათ, არაერთ ადამიანს დახმარებია, თქვათ, ქუჩაში არაერთ ადამიანს გადაურჩენია პირდაპირ მნიშვნელობით, რა თქმა უნდა. კიდევ შეიძლება ითქვას, რომ ანუ თქვათ, რაც იმაზე მეტს აკეთებდა, თქვათ, რასაც შეიძლება დაწერილი წესები და კანონები მოითხოვდეს, იმიტომ რომ თქვათ, ყოფილა არაერთი შემთხვევა, როცა თქვათ, რეანიმაციული ღონისძიებების დროს თუ რაღაც გარკვეული დრო გადის და პაციენტს არ ხდება, თქვათ, მისი გულის მუშაობის აღდგენა, ანუ არ მოწოდებულია თუ რომ რამდენი დროის შემდეგ უნდა დაანებო რეალურად თავი ეს მოწოდებული. არაერთი შემთხვევაა, როცა თქვათ, არ დანებებულა გიორგი, აუგრძელებია ეს რეანიმაციული ღონისძიებები და რამდენიმე ასეთი პაციენტი მართლაც გადარჩენილა, სწორედ იმის გამო, რომ ის არ დანებდა, მაშინ როცა უნდა დანებებულიყო რეალურად, ხო? ამას გარდა, მინდა გავიხსენო, რომ ზოგჯერ თქვათ მძიმე პაციენტების, უკიდურესად მძიმე პაციენტების თქვათ ტრანსპორტირება ყოფილა საჭირო ქვეყნის ფარგლებს გარეთ და სწორედ გიორგის აუღია ხოლმე ეს თავის თავზე მაგალითად და მინდა გავიხსენო ერთი შემთხვევა საქართველოსდან ანუ პირველი პაციენტი რომელსაც გული გადაუნერგეს ჩვენი პაციენტი იყო ამ კლინიკის პაციენტი იყო სიტუაცია როცა ანუ არანაირი რესურსი მეტი აღარ იყო და გადარჩენის ერთადერთი საშუალება იყო გულის გადანერგვა და ძალიან დიდი კითხვის ნიშანი იყო საერთოდ ჩააღწევდა თუ არა პაციენტი მინსკში და სწორედ გიორგი გაყვა ამ პაციენტს მახსოვს და ეს გაყოლა აი მაინც მინდა რომ აი მაყურებელმა იცოდეს ეს გაყოლა არ არის უბრალოდ გვერდზე დაждდომა და თქვა ხელის მოკიდება ასეთ პაციენტს ჭირდება თქვა უკიდურესად აი ძალიან იუველირული დონით აი თქვა რეანიმაციული ღონისძიებები გზაში სულ რომ აი რეალურად არ მოკვდეს პაციენტს გზაში და ნუ გიორგის მაშინაც ამ პაციენტზე რა თქმა უნდა გააკეთა და არაერთი ასეთი პაციენტის ტრანსპორტირება აუღია თავის თავზე ამიტომ მინდა რომ ეს მხარეც მისი იყოს ასე თქვა ცნობილი და ნამდვილად აი კარგის მეტი არაფერი შემელია მე გიორგისზე თქვა ძალიან გულიანი და ყურადღებიანი და მაღალ პროფესიონალი ადამიანია ის რაც შეეძლო მას გაეკეთებინა სხვებისთვის მას ყველაზე მეტად უნდა ეს გააკეთებინა რა თქმა უნდა მისი დედისთვის ხო ეს ბუნებრივია და ძალიან ძიმე იყო რა თქმა უნდა ყველასთვის ჩვენ რო ეს გავიგეთ პირველი ეგრევე რაც გავიფიქრეთ პირველი ეგრევე დედა გიორგიზე არავინ არ ფიქრობდით მის მეგობრებს არც არავინ იცნობდა და იცოდა გიორგის ისტორია ყველა ვფიქრობდით გიორგის დედას რა ეშველება ეხლა რა მოხდება იმიტომ რომ ჩვენ ვიცოდით რომ იქ უბრალოდ ექთანი ამას ექთანი ერთხელ მოვა ორჯერ მოვა დღის მანძილზე რამდენჯერმე შევა რაც გააკეთოს მაგრამ მას ჭირდებოდა სისტემატიურად ჭირდებოდა რა რამდენი ხანიც გაძლო და იყო გიორგის ხანიც შეძლო რომ გიორგი მას სიცოცხლე გაუხანგრძლива ესეც იმიტომ რომ გიორგი გვერდზე ყავდა ესეც ამიტომ იყო ან როგორც კი გიორგი დაიჭირეს მალევე გამოიკვეთა რომ თურმე სხვა ექიმები ამას ვეღარ იზავდნენ თორე მეთხანს იქნებოდა ხო რომ გიორგი ამას აკეთებდა რომ ხელით ეჭირა მისი სიცოცხლე აი ხელნა გამოცილეს არ მომეცი საშუალება მინერტიკა დედაშვილის. მათ შორის არ მომეცი საშუალება ჩემი ცხოვრების თავარი პაციენტი. გამეცია ის დახმარება, რომელიც აბსოლუტურად ყველა პაციენტს აქვს ჩემ პრაქტიკის მანძილზე გასული. არც ერთი პაციენტი არ გამიშვია ამ ქვეყნიდან იმ დამატებითი ძალისხმევის გარეშე, რომელიც ყველა სამედიცინო პროტოკოლს ცდება გარეთ და შეიძლება ზოგ შემთხვევაში შემაყოლებინა ის ნაყოფ ჩემი ფასოლი. მაგრამ კონკრეტული ადამიანები დადიან ეს დედამიწაზე, რომლებიც მხოლოდ იმიტომ არიან ცოცხლები, რომ მე 40 წუთის მაგივრად 2 საათში შევწყვიტა, 2 საათი არ შევწყვიტე მათი დახმარება გადაუდგებელი უნიკოს რეანიმაციაზე. ეს ეგ კონკრეტული ადამიანები ცოცხლები დარჩენ. პატარა ბავშვები იყვნენ, რომლებიც ეს თინეიჯერები არიან. თქვენ დაუსაბუთებელი და უსისხლო საერთოდ აი უგრძნობ გადაწყვეტილებით რომ შეიძლება ყველაფერი სხვანაირადაც მიგებოთ არ მომეცით საშუალება ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტთან ზუსტად იგივე ნაბიჯები გადამეტყვა რომელიც თითოეულ ჩემ პაციენტს აქვს მიღებული და ამიერიდანაც იქნება ესეთი შინაგანი წმენით მუშაობს და ესეთი შინაგანი წმენით თუ არ იქნება ნინოს ჰქონდა მძიმე შემთხვევა ინსულტის საერთოდ გათიშული იყო აზე არ იყო საერთოდ ვერც ლაპარაკობდა, ვერც მეტყველებდა, საერთოდ ვერ აზროვნებდა და ფაქტიურად გილმაცოცხლა ის ერთი წელი ნინო. ძალიან კარგად ვული და
მე გიო რო დაიჭირეს, გიოს მეგობრებს ძალიან დიდი მადლობა გადაიყვანეს საავადმყოფოში და ისინი უვლიდნენ, მაგრამ იცით, მე მგონია რომ რაღაცა მომენტში ხდებოდა, ასე მოდიოდა და თვალებით მე ეძებდა გიოს. რაღაც რამდენჯერმე აი ეს დავაფიქსირე და ძალიან გული მტკივა რომ აი ესე წავიდა რომ ვერც ბოლოს ვერ ნახა თავის შვილს. მე არ მიეც ქართულ დედას იმის საშუალება თავის ცხოვრების ბოლო თვე გაეტარებინა მისი შვილის გვერდით, რომელიც არის ექიმია, რომელიც ასეს რუნავდა. და მე მინდა ვკითხოთ თქვენ ახლა გოგობეჭი შვილო, თქვენ დედას ხარ? და მინდა რომ თქვენ დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობას უსურვებთ მას. მინდა მიხვდეთ და ვკითხოთ დედას. რომ აი ესეთი კაცი რაც მე არ გამდები ლაპარაკი, როგორ შეაფასებდა ამ კაცს როგორც პიროვნებას? აი ამდენი ხალხი როცა დგას, აი ამის გასროლა ნიშნავს მსხვერპლზე წასვლას, იმიტომ რომ მსხვერპლის რისკი იქნება ჭყლეტი. ჩვენ ვართ უბრალოდ ძალიან ყოჩაღები და უმაგრესი ერთ სხეულად ვიმოძრავეთ, მართლა არ ვაჭარბებ და ისე ჩავედით რომ კაცი არ წაქცეულა. არავინ. პირველი ეგ მინდა თქვა რომ უბრალოდ გაგვწირეს სიკვდილისთვის. უბრალოდ დავინახე რომ კაცი მოვარბენილებდნენ და გამოვეკიდე, სადაც დავიჭრე და ნუ მოკლედ. რაღაც პერიოდს ეკუთვნოდა მოკლედ პირველი დახმარება, ცოტა ხანი კურსი არ ქონდა და ახლა 10-15 წლის მერე მოვიდა გონზე და დავანებე თავი და ვერ იტანს რუსეთს. აი ვერ იტანს რუსეთს, ვერ იტანს კომუნისტურ პარტიას ვერ იტანს. აი ამ წყობას, აი ამ როგორ გითხრათ დაშტამპულ სიტუაციას და ხალხს ვერ იტანდა ვერასოდეს და ყოველთვის აპროტესტებდა და აი უსამართლობას აპროტესტებდა ყოველთვის. არ იყო ისეთი, რომ გაჩუმებული იყო და დაეთმო ვინმესთვის. ყოველთვის უნდოდა, იცით, ესაუბრებოდა იმდენს, სანამ არ გააგებინებდა და შეაგნებინებდა მოსაუბრეს, რომ მართალი იყო და სხვათა შორის ძალიან ბევრს აგებინებდა. და უკვე მართლა ყელში ამოვიდა რა. თურმე ვიღაცას ასახსნელი აქვს, რომ რუსია და რომ რუსი მტერია და რუსი როზის პარლამენტში და მთავრობაში უნდა გამოხვიდე რუსთაველზე და შენი პოზიცია უნდა დააფიქსირე. შემიძლია თამამად თქვა, რომ მან გააკეთა ბევრი სხვის ჩვენიც, ბევრის გასაკეთებელი. და ანალოგიურად ალბათ უნდა გაბრაზებულიყო ბევრი ჩვენც და სხვებიც უნდა გამოჩენილიყვნენ ასევე. ანუ ის რომ გიორგი რაღაცნაირად გამოჩნდა, გიორგიმ ალბათ ყველას მისცა მაგალითი, რომ ყველა მისცა უნდა გავაკეთოთ, რომ რაღაცა შედეგი იყოს. და იმ ბრუტალურ ძალასთან, რომელთანაც მოგვიწია შეხება, ამასთან ფიზიკურად გვიწევდა ბრძოლა და მათ შორის მაგალითად ის ცნობილი ვიდეოების განეიტრალების ძალიან ელემენტარული აღმოჩნდა, მაგრამ ძალიან ბევრისთვის დამხმარე, ხო? ძალიან მარტივად ხდება, ყველას მინდა უთხრა, ლიტრიანი ბოთლები წამოიყოლეთ, თავი გადააჭერით, წყალი ქონეთ, შიგნით სადა, აი ესეთი. ეს არ ცხელდება, არის აი კარტოფილი რო ამოგიღიათ, ცეცხლიან ეგეთი. იღებთ, ამაში აგდებთ და უბრალოდ ხდება. მე ვფიქრობ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელსაც ხალხი უსმენდა, ყველა ის ადამიანი, რომელსაც კარგად მსჯელობა, ახსნა, დარწმუნება შეეძლო ადამიანების რაღაც სიმართლეში. ყველა ასეთი ადამიანი რაღაც დროს ამოიღეს სამიზნეში. და გიორგიც ერთ-ერთი მათგანია, იმიტომ რომ სწორედ მაგ პერიოდში ძალიან აქტიური იყო. და კი, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ის ამოიღეს. და არა მარტო ის, ახლა ყველა ეს ადამიანი არის ის ადამიანი, ვისაც რო ესაუბრო, მიხვდები, რომ როგორი ადამიანთან გაქვს საქმე, როგორ მსჯელობს, როგორ ნებისმიერ აიღეთ ნებისმიერი პროცესებიდან პატარა ბიჭებიდან დაწყებული. აი ეს ძლივს დავდივარ, კი, დავდივარ, სკისერი მაქვს მონატეხი. 3 წლის წინ სრულად პარალიზებული კაცი ვიყავი 3 წლის. აი ეს გელაპარაკებით ეგეთი ადამიანი. ძალიან მარტივად. იცით რა არის? აი მე გეტყვით ერთ რაღაცას. ხო, ჯამთელი არ არის, ხო და იღებდა წამლებს. კურნალობა ქონდა დანიშნული და ეს მიტინგები რო დაიწყო, თავის წამლებსაც აღარ იღებდა. იმიტომ რომ დამიჭირონო და შემიმოწმონ სისხლის სუფთა მქონდესო. წარმოიდგინეთ, თავის წამლებსაც არ იღებდა, არამც თუ აი ეს რაღაცა ნარკოტიკი და ეს ხო საერთოდ არ არსებობს. მით უმეტეს იმდენი რომ გამსაღებელი ეს არ ვიცი, საშინელებაა, ეს ვინც გიოს იცნობს, უბრალოდ არ არსებობს ეს დაიჭეროს. პირადად ჩემთვისაც არ ნათქვამი და მე თუ არ ვწდები ჩაწელი ვიდეოშიც იცოდა რომ დაიჭერდნენ. ამ რაღაც ერთი კვირთად რემე მოგესალმებით მეუნებოდა მაგ თემაზე სულად რომ აი დამიჯერონ ალბათ აბა რა იქნება. ძალიან კარგად იცოდა
რაც კიდე უფრო მეტად არალოგიკურს ხდის იმას, რასაც ამტკიცებს პროკურატურა თუ ვინც არიან. იმიტომ რომ ადამიანმა რომელმაც იცის რომ მას დაიჭერენ ხა გიჟი უნდა იყო რომ ცა ნარკოტიკებით იარო, ეს აბსოლუტურად სულისი გიჟია. მან ეს იცოდა, მაგრამ მაინც იბრძოდა. იცოდა, იმიტომ რომ იცოდა რომ სხვა გზა არ იყო. სხვა გამოსავალი არ იყო, ბრძოლა იყო ერთ-ერთი არის რჩება, ერთ-ერთი გამოსავალი. ციხეში გამიშვებენ, გამლახავენ, დამლეწავენ, რამე მომივარ ღალატს. დავინახავ და გავიგებ, ან მოხდება, ან ყისიერად, ან როცა მე დრო დადგება რა, თუ დამიჭირეს რო გამოვალი ციხიდან, ორი კარი აქვს ციხეს. აი ძალიან ცუდ პასუხს გაქვს. მე გიორგის მხნევებას უსურვებ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მალე დასრულდება. და მალე გარეთ იქნება და ძალიან მაგრად იქნება ყველაფერი. ერთადერთი რაზეც გული მწყდება ის, რომ რასაც თვითონ ნანობს, ახლა მის შვილს რო ჭირდება და მის ახლობლებს იქ გვერდზე ვერ უდგას, მაგრამ ჩვენ ვინც ვართ გარშე, ესე არ დავტოვებთ ამ ყველაფერს და გიორგის ძალიან ისეთი დიდი მხნევება უსურვო და ისიც მინდა იცოდეს, რომ მისგანაც მოდის მხნევება, რომელიც ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან გვენატრება ყველას, მაგრამ ყველაფერი მაგრად იქნება ბრძოლის პროცესი, რომ ბრძოლაში ვართ ახლა და ხალხ ახლა ეგრეა, მაგრამ ყველაფერი მალე დასრულდება მჯერა ამის. მე მაგას ჯერა. მინდა უთხრა, რომ გიორგი შენთან ვართ, გვერდში გიდგავართ და რა ვიცი, ძალიან მალე გელოდებით გარეთ. გიორგი ძალიან ძლიერი ადამიანია, იცი ხასიათი აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს გადალახავს და გამოძვებული გამოვა ძალიან მალე. აი ზუსტად ვიცი. ადამიანი ცulis დროების ადამიანი